ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან, რომლებსაც უკვე დებატების საშუალებაც ექნებათ ერთმანეთთან. მოგესალმებით ორივეს, ბატონ ზვიად, მე თქვენგან დავიწყებ. ჩვენ მოვისმინეთ ბატონ ზვიად ადვოკატის ვარაუდის დაახლოებით მან ასეთი რამე თქვა, რომ პრესის მეშვეობით დოკუმენტის გაჟონვა გამიზნულად მოხდა, რათა მმართველ გუნდს შემდეგ ამ თემაზე დაეწყო საუბარი და ამით გადაეფარა ვანო მერაბიშვილის ირგვლივ ატეხილი ხმაური. როგორ აფასებთ იმ გარემოებას, რომ ერთის მხრივ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურა პრესაში გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც პრაქტიკულად აანონსებს კონკრეტული პირის მიმართ გამოძიების დაწყებას და მტკიცებულებების გარეშე ოფიციალურად გამოთქვა ეჭვს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ გვაქვს მოცემულობა, როცა პროკურატურის მხრიდან აქამდე არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ მოყოლია ყოფილი პრემიერის საჯარო განცხადებას მისი როგორც თვითონ აცხადებს ძალადობრივი გატაცების თაობაზე მაღალი თანამდებობის პირების მიერ. როგორია თქვენი შეფასება? ახლა შევთანხმდეთ გიორგი ერთმანეთზე იმ სიგრძე კითხვა იყო, რომ პასუხი უნდა მაცავლო, ხო? რა თქმა უნდა, შესაბამისად აუცილებლად. გადაფარვას რაც შეეხება პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს გადაფარვა არაა ჩვენი საქმე და გადაფარვით დაკავებული იყო ნაციონალური მოძრაობა, რაღაც ერთ დანაშაულს რო ჩაიდენდა, რომ გადაეფარა, შემდეგ მეორეს სასწრაფოდ სკანდალურს გამოაცხობდა ხოლმე და რა გადაფარვაზეა ლაპარაკი, ვინ რას ცდილობს ახლა ალიაში გამოქვეყნებული სტატიით, რატო უნდა გადაფარო, თუ რამეს გადაფარვა და დაგეგმა გინდა მართლა, სხვანაირად შეიძლება ტექნოლოგიურად ამის დაგეგმა, მაგრამ ხას უსვამ და ვამბობ, რომ ეს გადაფარვები და ასეთი ტექნოლოგიები ჩვენს მართლობის სტილში არ შედის და ეს თქვენაც ძალიან კარგად მოგეხსენებთ. აჟიოტაჟს რაც შეეხება, აჟიოტაჟი თუ ატეხა ვინმე თქვენმა კოლეგებმა ატეხეს, ალიაში დაიბეჭდა ეს ამბავი და ამ ლოგიკით რომ მიუდგეთ, გიორგი, თქვენც აჟიოტაჟს ეხავთ ახლა, იმიტომ რომ ამ თემაზე აგერ განცხადებას აკეთებთ, აგერ სიუჟეტებს აკეთებთ, დებატები მოაწყვეთ და ესეც აჟიოტაჟია. ასეთი ლოგიკიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, თუმცა თახმებით ბატონ ზვიად, როდესაც პრემიერ-მინისტრიც საუბრობს ამაზე, ჩვენ უკვე თავს ვერ ვარავარებთ. ახლა როდესაც ჟურნალისტი უსვამს კითხვას, რა თქმა უნდა პასუხობს, აბა რა შვება, ეს არის ესე. და ამიტომ მოდი გავანებოთ თავი ამ თითების გაშვერას, რომ აი აჟიოტაჟის გამოწვევა პოლიტიკოსებისაგან დაგეგმილი და ასე შემდეგ. მე ახლა რომ გითხრათ სიმართლე, მე არ ვიცი იურიდიულად და დოკუმენტალურად რა ხდება. ერთი რამ ვიცი, რომ არის დაკავებული საფრანგეთში ბატონი დავით კეზერაშვილი, იმედია საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა ალბათ ახლა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ის არ იქნება ნათქვამი, რომ აი ჩვენი ხელისუფლება ჩაერია საქმეში ახლა და იმიტომ მიიღო საფრანგეთის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთს კი კარგად ხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან თავგამოდებული ღია წერილებით, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა წერილით იცავს დავით კეზერაშვილს. ესეთი თავგამოდება ჩვენ არ გვინახია არც ვანო მერაბიშვილის და არც გიგი უგულავას პირობებში და არ გვინახავს, იმიტომ რომ დავით კეზერაშვილი იყო უფრო მეტად საჭირო და აუცილებელი ფიგურა მიხეილ სააკაშვილისთვისაც და ნაციონალური მოძრაობისთვისაც. მე ახლა დოკუმენტებს ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ მე ოპოზიციაში ვიყავი მიხეილ სააკაშვილის 9 წლის განმავლობაში. და შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის დავით კეზერაშვილი ასრულებდა ბიზნესის რეკეტიორის ფუნქციას საქართველოში. ის არ ეკეტებდა ბიზნესებს და ფინანსურად უზრუნველყოფდა მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას. ამ საქმეში იყო ჩართული. მას შემდეგ რაც მოხდა ვარდების რევოლუცია, ამის შემდეგ ფინანსური პოლიციის უფროსად დაინიშნა ბატონი დავით კეზერაშვილი და უკვე ამ თანამდებობიდან მას ჰქონდა სრული შემხებლობა ბიზნესთან და აწიოკებდა მთელ ბიზნესს. ის იყო ფაქტიურად ერთგვარი რაღაც შემკრები, მოლარე, ამკრები, დამგეგმავი, ყველაფრის ფინანსური რაღაცა იმპერია, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის შექმნილი, ამ იმპერიის სათავესთან იდგა დავით კეზერაშვილი, რომელსაც ჰქონდა უსაზრო ნდობა მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის. არა მარტო ბიზნესებს აწიოკებდა, არამედ ნებისმიერი ბილბორდიც კი, რომელიც საარჩევნო პერიოდში უნდა გაგეკრა დაუშვათ ქუჩებში და სარეკლამო ადგილებში, ესეც კი კეზერაშვილის მხრიდან კონტროლდებოდა. კეზერაშვილის მხრიდან კონტროლდებოდა სარეკლამო დროის თემები და საერთოდ რო ამბობენ ახლა, რომ აი 2008-ში თავდაცვის მინისტრი იყო და საიდან 2009-ში ამხელა ბიზნესი, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცოდი და მომეხსენებოდა, რომ დავით კეზერაშვილი ძირითადად სწორედ აი ბიზნესებთან ასეთი დანაშაულებრივი ურთიერთობით იყო ცნობილი მთელ ოპოზიციურ სპექტრში. იარაღით ვაჭრობას შეეხება. ირაკლი ალასანიამ კი არა, გახსოვთ, რამდენიმე წლით ადრე 2009-ში თუ არ ვცდები,
მე მაქვს პირადად ჩატარებული ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროში იარაღით უკანონო ვაჭრობა ხორციელდებოდა, ასეთი ინფორმაციები მოდიოდა, ოპოზიციას ასეთი ინფორმაციები ქონდა, მაგრამ ეხა თუ ვინმე დოკუმენტალურად მოგთხოვს ამის დადასტურებას, ჩვენ ამას ეხა ვერ დავადასტურებთ და სხვათა შორის, როცა პატიმრების წამება ხდებოდა ციხეებში, ესეც ვიცოდით ყველა, მაგრამ დოკუმენტალურად ამის დადასტურება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაღაც სკანდალური კადრები გამოჩნდა და ასე შემდეგ. დაგიბრუნდებით მე გადავალ ბატონ გიგასთან, ვინაიდან ჩვენ დებატების ფორმატში ვართ, თუმცა შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა აცალოთ ერთმანეთს საუბარი, მაგრამ შეგიძლიათ ჩაერთოთ ერთმანეთთან დიალოგში. ვაცლი, პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, ბატონ გიგა, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გავაწყვეტილოთ ერთმანეთს თუ რიგრიგობით. ძალიან კარგი იქნება. ბატონო გიგა, თქვენ მოისმინეთ ბატონი ზვიადის პოზიცია, მან თქვა, რომ აქ თემების გადაფარვაზე საუბარი ზედმეტია და ხაზი გაუსვა აგრეთვე იმას, რომ წერილებით დიახ მხარდაჭერა განსაკუთრებულია, ვინაიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კეზერაშვილს როგორც დამფინანსებელს. მცირე კომენტარი იმაზე რაც მოიწვია ნაციონალური მოძრაობისთვის. მე არსებით საკითხს დაუბრუნდეთ. ერთი ჟურნალისტებს დაბრალდა, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟის ეხლა ალია სტატიის გამო. მე უყურე პრემიერ-მინისტრის დიდ ბრიფინგს შეხვედრას მედიასთან. პრემიერ-მინისტრი უარს აცხადებდა პრაქტიკულად ნებისმიერ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უბრუნდებოდა საკითხს. მან პირდაპირ თქვა, გრაფი დამალულიც არ იყო, რომ სულ მერაბიშვილზე ლაპარაკობენ, მოდით ვილაპარაკოთ კეზერაშვილზე. ამიტომ აქ რამე ვინმეს ბრალდებაზე კი არა ლაპარაკი, რომ ეს თემა სურდად გამოეყენებათ იმისთვის, რომ არ ელაპარაკათ სერიოზულ პრობლემაზე ძალიან. ეს პრაქტიკულად ღიად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ მერაბიშვილზე არ ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ კეზერაშვილზე. ხა რაც შეეხება არსებით ვითარებას. არ ვიცი ხა სერიოზულად როგორ უნდა გქონდეს დისკუსია იმაზე, რომ ჩვენ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ერთ თვის განმავლობაში ყურადღება საზოგადოების აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაქვს იმ აბსოლუტურად სკანდალურ, სამარცხვინო და საგანგაშო ფაქტზე, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ღამით გაიყვანეს საკნიდან, თავზე ტომარა წამოაცვეს და ცდილობდა მის დაშინებას და გატეხვას. თან ეს ყველაფერი გააკეთეს ბრიყულად და თავზე ხელაღებულად. შემდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაეწყლენ და წინ გადაეფარენ ამ კრიმინალს, ბატონ ფარცხლაძეს, რომელიც ნასამართლები იყო იქამდე ყაჩაღობისთვის გერმანიაში. და გამოგვიცხადეს, რომ ეხლა პროცედურები შეასახმეთ, რომ მალე ფირს ნახავთ, მერაბიშვილი იტყუება, მე ერთი თვე ალოდინეს საზოგადოება აი ამ ფრაზებით, რომ 10 დღე არის ჩაწერილი, ერთ თვე და მე გამოგვიცხეს აბსოლუტურად ცინიკური განცხადება, რომ თურმე ეს პირები არ არსებობს და ეს არ გითხრეს პირველივე დღეს ამის შემოწმება ხო უმარტივესი იყო, რომ დაბნეულები იყვნენ, იმიტომ რომ რატომაც დარწმუნებული იყო თავზე ღელაღებული ბატონი ფარცხლაძე, რომ მერაბიშვილს გატეხავდა იმ ღამით. აი ამ სკანდალურ ფონზე, როცა ყველა და მათ შორის არანაცნობი მოძრაობის მომხრეები, არამედ ადამიანები, რომლებიც ძალიან კრიტიკულად, ზოგჯერ ზედმეტად ჩემი აზრით, იყვნენ განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ, ანუ საზოგადოების აბსოლუტურად სხვა ჯგუფის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ გამოძიება მაინც დაიწყოს, როგორც მინიმუმ ამ ფაქტის, ხელისუფლება აბსოლუტურად თავხედურად აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომ საერთოდ არც კი გამოიძიებენ ამ ფაქტს, რაც მოკვლევა ჩავატარეთო და არ გვაქვს საფუძველი გამოძიებისო, აი ამ ვითარებაში და უცებ ვიგებთ აი ამ რაღაც ძალიან ხმამაღალ ამბებს ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული ჩვენი მეგობრის თაობაზე, რომელიც ჩვენი თანამოაზრე არის, ამ პარტიის დამფუძნებელი იყო, მაგრამ უკვე 6 წელიწადი აღარ არის თანამდებობაზე და გვესმის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები დანაშაულებების თაობაზე. აი ეს არის ფონი, რაც გვაქვს საქმე. ზოგადად ეს არის ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი პრეცედენტის შემდეგ, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემის, რომ ვერ ეგუება და არ ეგუება იმას, რომ დამარცხებული პოლიტიკური ძალა არ გაქრა და აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, აგრძელებს კრიტიკას, რაც ნორმალურია, ნორმალური ქვეყნისთვის და თავიდანვე ჯერ ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც დღესაც დე-ფაქტო ლიდერი არის, შემდეგ ახალმა პრემიერმა დეკლარირებული ამოცანა გამოაცხადა ოპონენტების, მთავარი პოლიტიკური ოპონენტის განადგურების, გამოძიების, პოლიტიკური დევნის, დაჭერების, დაშინების, დისკრედიტაციის მეთოდების გამოყენებით, შერჩევითი სამართლით და ამ ყველაფერს ღიად გამოცხადება ხდება. ამასთან გვაქვს საქმე ბატონი კეზერაშვილის შემთხვევაში, მე საერთოდ არ მესმის რა განსხვავება დაინახა ამ ბატონმა ძიგურმა, ნებისმიერ სხვამ. ყველა შემთხვევაში იქნება ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სოციალურობის გენოდივანი მერაბიშვილი, მერი უგულავა, მინისტრი ახალაი, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია. აქ ტესტი პოლიტიკური დევნის არის შემდეგი.
პირველი ნებისმიერი ამ ტიპის საქმისას, როცა ხელისუფლებაში ხარ, ოპოზიციაში კი არა ხარ და უბრალოდ კი არ აკრიტიკებ, რომ ხელისუფლებაში ხარ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს და მართავ პროცესებს. უნდა არსებობდეს მტკიცებულებები და არა რაღაც მოსაზრებები და შეხედულებები. კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული ბრალეულების. და ჩვენ ვიხილეთ მთელი ამ წლის განმავლობაში, რომ ხელში ეფშვენებოდათ ყველა საქმე, სამარცხვინოდ და მე ახალ საქმეებს იწყებდნენ. ან ეძებდნენ იმ მოსამართლეებს, ვიზაც უფრო ადვილად მოახდინდნენ გავლენას. მეორე, რომც კონდეს მტკიცებულებები და ამ საქმეებში არსად ჩვენს ვერ დავინახეთ. ვერსად ეს ჩვენ ვერ დავინახეთ. მოტივი არ შეიძლება ქონდეს პოლიტიკური, ანუ რეალური ამოცანაც არ შეიძლება ქონდეს, რომ იყოს არა დანაშაულის გამოძიება, არამედ ოპონენტის განადგურება ან დასუსტება. ეს რითი დასტურდება ეს მოტივი? დასტურდება პირდაპირი განცხადებებით ბატონ ივანიშვილის, ღარიბაშვილის და შერჩევითობით სამართლისა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ზნეს შეიცვლიან, გადავლენ ხელისუფლების მხარეს, როგორც მათი ერთ-ერთი ვარსკვლავი ახალი ბატონი შეხიაშვილი, იქამდე ჩვენთან იყო უნდა ვაღიარო. როგორც კი გადავიდა ქართული ოცნების მხარეს, გამოძიება იყო შეწყვიტეს. ასეთი შემთხვევები არის არაერთი. ბატონ გიგა, როგორია თქვენი ვერსია, როგორ შეიძლება გაეჟონა დოკუმენტს? ვერ გეტყვით, არც მინდა ვისპეკულირო იმაზე, როგორ შეიძლება გაეჟონა. ფაქტი მდგომარეობს იმაში, ესეც ერთ-ერთი სიცრუე იყო. ეს დოკუმენტი მე ვიხილე შემდეგ, არის ბატონი კეზერაშვილის ადვოკატების დაკვეთით შექმნილი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ბიზნესი იყო აბსოლუტურად ლეგალური. ამას შემდეგ მოყვა გასაგები აბსოლუტურად ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ესეთი ინსინუაციები, რომ რანაირად ქონდა მყისიერად ამხელა ბრუნვა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ პრობლემაა, როცა თანამდებობის პირი, თანამდებობაზე ყოფნისას ეწევა ბიზნესს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიზნესში წასვლა, ეს არის ნორმალური პრაქტიკა, აბსოლუტურად დაალაგებული და ღრმა დემოკრატიის ტრადიციის მქონე ქვეყნებისთვის. ის ბრალდებები, რაც ეხაც მოვისმინეთ, ამ ბრალდებებს თუ კი არსებობს მტკიცებულებები და ვინმე დაამტკიცებს, უნდა მოხდეს ნორმალური გამოძიების, არაპოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების და სასამართლოს გზით. როცა ეს ყველაფერი ხდება ძალიან გამჭვირვალედ იმისთვის, რომ ოპონენტების დისკრედიტაცია მოხდეს, იმისთვის, რომ მათი აზრით მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოთიშონ ამ თამაშიდან თვითონ როგორც მიაჩნიათ, ხო? ეს რა თქმა უნდა ნათელს ხდის იმისა, რა ღრმა პრობლემებთან გვაქვს საქმე. და კიდევ ერთხელ დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე, ზოგადად არის ეს პრობლემა, და ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი გუნდი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, პირველად ჩვენ ისტორიაში და მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგად, მშვიდობიანი ხელისუფლების გაცემის შემდეგ მოვიდა ძალაუფლებაში, ქვეყნის მართვის და იმ დაპირებების და იმ მანდატის შესრულების ნაცვლად, რომელიც მას მისცა ამორჩეველმა, ქვე ხაზმინა გაუსწორდა დაპირებების დიდი ნაწილი შეუსრულებელი იყო თავიდანვე, მაგრამ ნაწილი იყო ამ საქმის ნაცვლად თავიდანვე ამოცანა დაისახა, რომ მთელი ენერგია უნდა მიმართოს განადგურებაზე, მათთვის საძულველი პოლიტიკური ოპონენტის და ამით გადაატაროს ყველაფერი, ეს ილუზია აქვს. და ამას შეეწირა მილიარდიანი, ამის გამო დადგა მილიარდიანი გარღვევა ბიუჯეტში, სამუშაო ადგილების კლება, კრიმინალის ზრდა, ახლა ლარის კურსის გავარდნა, საერთოდ ქვეყნის საფრთხის წინაშე დაყენება ქვეყნის რელსებიდან. მადლობა, მე მესმის ვერ ხედავ, მაგრამ მესმის რომ ბატონ ზვიაც ეცინება. ხედავ, ახლა ხედავ კიდევაც რომ ბატონ ზვიაც ეცინება. ყველა და ახლა ბატონი გიგას, ესე იგი აზროვნების უნარში ნამდვილად ეჭვი არ მეპარება, შეუძლია კომპლიმენტად ჩათვალოს როგორც, მაგრამ ის რომ ეხა ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, ის რომ ქვეყანაში ლარის კურსი დავარდა, ის რომ მილიარდიანი გარღვევა გვაქვს, ეხლა ერთი კრიმინალმა დაიკლო, ყველა სტატისტიკა ამას აჩვენებს, ჩემო კარგო, მილიარდიან გარღვევასთან დაკავშირებით საუბარი, მე მგონი უნდა გადაეფარა იმას, რომ მას შემდეგ რაც დამთავრდა ეს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა პირველივე თვეში, ოქტომბერში უკვე 4.1 იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 7.8 იყო ნოემბრის თვეში და 9%-მდეა უკვე დეკემბერში ასული და ეს თემები უკვე ხელში გადნებათ თქვენ და აღარ გამოგადგებათ ამ თემებზე, აი ეკონომიკაში არსებული კოლაფსის და უბედურებების შესახებ საუბარი. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ და თუ აკვირდებით ჩვენ ამ რაღაცა გარკვეულ ჩვენ დებატებს დღევანდელს, ეხლა კეზერაშვილზე არ ლაპარაკობს ბოკერია, ლაპარაკობს მერაბიშვილზე ისევ და ჩვენ აქ კეზერაშვილზე სასაუბროდ მოვედით, მაგრამ კი ბატონო, ვისაუბროთ მერაბიშვილზე. ბატონ ფარცხალაძეზე იყო შანტაჟი ცალსახად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმიტომ რომ სასამართლობის შესახებ ქაღალდი, რომელიც ნამდვილად არსებობდა და ვადასტურებ, უცხოელ დიპლომატებს ჰქონდა წარდგენილი ერთი კვირით უფრო ადრე, ვიდრე ამის საჯარო გაცხადება მოხდებოდა. მას შემდეგ, როდესაც სასამართლო განაჩენი აღმოჩნდა, ესე იგი, მიუღებელი ყოველ ნაციონალური მოძრაობის, ამის შემდეგ დაიწყეს მას დაშანტაჟება მთავარი პროკურორის და ამ დაშანტაჟების ძალიან სერიოზული საფუძველი არსებობდა, ვინაიდან ბატონი ფარცხალაძის გუნდის მოსვლის შემდეგ პროკურატურაში ძალიან სერიოზული გამოძიებები დაიწყო და საკმაოდ, ასე ვთქვათ, შეფიქრიან და ბევრი მაღალჩინოსანი ყოფილი და აქედან გამომდინარე ეს ამბავი არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ვაშკაცური ნაბიჯი გადადგა ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ, როდესაც
საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს თუ ეჭვებს უპასუხა იმითი რომ მან თანამდებობა დატოვა, უნდა გითხრათ რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს არ არის დაუშვათ თანამდებობებზე გამოკიდება, რაღაც მახასიათებელი თვისება და იგივე ხვედელიძის ფაქტ შეგახსენებთ, როდესაც მან გადაცდომა ჩაიდინა და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად გქონდა ბევრი პერიპეტია გადატანილი, ამის მიუხედავად გელა ხვედელიძის გადაყენებაც მოხდა. აქედან გამომდინარე, ხო ბატონ ფარზღალაძეზე თავდასხმა რომ ეს კამპანიის ხასიათს ატარებდა ნაციონალური მოძრაობის ხაზან, ამაზე მეორე აზრი არ არსებობდა. რაც შეეხება თუ პროკურატურა რატო არის დაინტერესებული და ალიას მასალებზე დაყრდნობით რატო აპირებს გამოძიებებს. მე გეტყვით ბატონ გიორგი, მე გეტყვით, აგერ მე ვლაპარაკობ ყოფილი პრემიერის განცხადების საფუძველზე მე ვლაპარაკობ ესე იგი ღია ეთერში პირდაპირ და რასაც მე ვამბობ, ესეც არის პროკურატურისთვის დარწმუნებული ვარ საინტერესო და ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ რამდენიმე წლის წინ პირადად მეზვია ძიძიგურს მაქვს ჩატარებული ბრიფინგი, სადაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან უკანონო დიარაღის ვაჭრობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული მაქვს განცხადება. ამიტომ მე პროკურატურის წარმომადგენლებს ვთხოვდი, რომ დამკითხონ და ჩემგანაც აიღონ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციის ფლობელიც ვარ და საჯარო ინფორმაცია რატო არ იწყება მერაბიშვილის ღამით გამოყვანაზე ტომრის ჩამოცვაზე ოპოზიციის მოკვლევა დაიწყო, გეტყვით ბატონ გიგა, ძალიან მარტივი პასუხია. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია ასეთი ტიპის რაღაცების შეთხზას და შემდეგ მოითხოვოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეჩერება, სახელმწიფო აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულება, თანამდებობიდან გადაყენება და ეს ყველაფერი გამოძიების დაწყების შემთხვევაში ისეთი ტიპის გამოძიების, როგორცაც თქვენ ითხოვდით, ასეთ შემთხვევაში მათი უფლებამოსილების შეჩერება თუ გადაყენება უნდა მომხდარიყო გამოძიების პროცესში. მოკვლევა თქვენ არ გაინტერესებთ. მოკვლევა თქვენ არ დაგაყოფილებთ და გაინტერესებთ. ეს აბსურდია. სამსახურებრივი მოკვლევა არსებობს ბატონო გიგა. არ ვიცი რომელ სამართლებრივ სივრცეში ცხოვრობს. გეტყვით რომ მოკვლევა გაკეთებული არის ამ თემაზე და აქედან გამომდინარე პასუხიც გაცემულია. გამოძიების დაწყება არ უნდათ. ფირი ერთი თვის თავზე გვითხრეს რომ თურმე არ არსებულა, როცა მეორე დღესვე შეელოთ ეთქვათ, უბრალოდ დაბრუნებას ქონა ადგილი და წინააღმდეგობრივი განცხადებები აქვს გაკეთებული. ძალიან ბევრმა ჯგუფმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც გააკეთეს ძალიან კაფეო განცხადება, სახალხო დამცველმაც. ეს არ არის საკმარისი, რომ გამოძიებაც კი დაიწყოს. ეს არის ნიშანი იმისი, რომ აქ გვაქვს საქმე პოლიტიკურ პოზიციასთან. პოლიტიკური პოზიცია არ უნდა გამოვიძიოთ ფარცხალაძე. ჩვენ ფორმატი როგორ საუბრობთ, ეხლა ეს არის საინტერესო, ესე იგი მე მომეწემა საშუალება კიდე რომ არა, რა თქმა უნდა, ბატონ ზვიად, მე არ გაწყვეტილებ, უბრალოდ თქვენ პაუზა გქონდა და კითხვა დაგისვით. კიდევ ერთხელ, დიახ, ამ კითხვას ჩემ პასუხ სწორედ ბატონ გიგა, მე შემიძლია გითხრათ 9000 პატიმარია დღეს საქართველოს ციხეებში, 9000-ს შეუძლია მოიფიქროს რაღაცა ვერსია, ლეგენდა თუ როგორ გაიტაცეს რამე ტომარა წამოაწვეს წაიყვანოს და შემდეგ მოითხოვოს მთავარი პროკურორის საჭირო აღსრულებით მინისტრის დამაჯერებელია. არა, თქვენ ხო გესმით, რომ ხა ჩვენ პატიმრების ჭკუაზე ვერ ჩავატარებთ გამოძიებებს, მოკვლევა ჩატარდა სამსახურებზე კი არ უნდა ჩაატაროთ, როცა ასეთი კითხვები არსებობს და ეს კითხვები აქვს ყველას, როცა ამდენი როგორც მინიმუმ შეცდომა დაუშვეს, რომ პირველ დღეს გამოგვიცხადეს, რომ ეხლავე ფირს გაჩვენებთ, ეს არის სიცრუეო და ერთი თვის თავზე გაირკო რომ ფირი არ არსებობს, ხო? როცა ეს ადამიანი არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, უცებ თქვენი ვერსიით, უცებ მოიგონა ამ ხელამე, როცა გაირკვა პირველი უარყოფების შემდეგ და პირველი გადაფარების შემდეგ, რომ ეს ადამიანი ყაჩაღობისთვის დასამართლებია გერმანიაში, მე მოიგონა რაღაც ლეგენდა, რომ პოლიციას შევეკამათე კავკასიელი კაცი ვარო. ეხა ამ ფონზე, ეს ბატონი ფარცხალაძის დასამართლების თემა, ბატონო მაშინ არ გაგიგია. თქვენ ხო მაშინ არ გაგიგიათ ბატონი ფარცხალაძის დასამართლეობის თემა, როდესაც განაჩენი გამოქვეყნდა გიგი უგულავას მოდი გიპასუხეთ ბატონ ზვიად, მე ფარცხალაძის გვარი საერთოდ პირველად გავიგე, როცა ის დაინიშნა და მე მარტო არა ვარ საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ბუნებრივია, როცა ადამიანი მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, მისი ბიოგრაფია ხდება ინტერესის საგანი და საქართველოში როგორც ნებისმიერ ქვეყანაში მრავალ ადამიანმა იცის ამა თუ იმ პირის ბიოგრაფიის თაობაზე, მაგრამ სანამ ის მაღალი თანამდებობის პირი არ გახდება, მანამდე ეს შეიძლება არ გახდეს ფართო საზოგადოებისთვის არც საინტერესო, არც ცნობილი, არც პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ამიტომ აქ არანაირი შეთქმულება არ არის. ეს კაცი არსაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით ის ბიუროკრატი იყო, მოიყვანეს მაღალ თანამდებობაზე და ბუნებრივია ეს ინფორმაცია გავრცელდა და გაიგო ოპოზიციურმა პარტიამაც.
რა თქმა უნდა, ეს სხვა შორის პირველ რიგში თვითონ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და იუსტიციის მინისტრს უნდა ცოდნოდა ვის წარადგენს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მას არ ეკითხებიან არაფერს, ხო ეს მან დაადასტურა თვითონ. ეს არის ბატონო ზვიად პრობლემა. აქ ჩვენ პოლიტიკურ დაპირისპირებაში კი არ არის მხოლოდ საქმე, ეს ნორმალურია. აქ საქმეა რა ტრადიციების დანერგვა ხდება. ეხლა მეორე გვარიც და მე მორჩები ერთ წამში ზუსტად ხვედელის გვარი ახსენა ბატონმა ზვიადმა. ბატონო ხვედელიძე მართლაც იძულებული გახდა მთავრობა რომ გადაეყენება თანამდებობიდან რომ უპრეცედენტო მტკიცებულება არსებობდა. განცხადებები და ეჭვები კი არ არსებობდა ბატონ ზვიად როგორც დღეს საუბრობთ თქვენ ჩვენ თანამდებობაზე მათ შორის კეზერაშვილზე. არსებობდა ჩანაწერი როგორ ემუქრება ის მის კრიტიკოს რომ თუ არ გაჩუმდები გამოგიქვეყნებ პირად ფირსო და მე გამოუქვეყნა. და დღეს ეს კაცი არც დაკავებული არ არის. არც არანაირი მოქმედება. აი ეს არის შერჩევითობა ბატონო. ეხლა შეიძლება რომ გიპასუხოთ? რა თქმა უნდა. ესე იგი ბატონ ხვედელიძესთან დაკავშირებით მე რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და დავინტერესდები ეხლა ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გამოძიების პროცესი დასრულებული არ არის და ისე უგრძელდება და მე ვერ ვიხსენებ 9 წლის განმავლობაში რა მოხდა, რობაქიძის საქმე მოხდა, გირგულიანის საქმე მოხდა, რა ვიცი ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა, რომელზეც საზოგადოება ითხოვდა პასუხს და არც ერთი პოლიციის თანამშრომელიც კი არ გადაგიყენებია თანამდებობიდან და ბატონი ფარცალაძე ბატონ გიგა ესე არ გამოვა ეხლა ესე იგი ციხეში და კი როგორ არა სამი წელი მიუსაჯეთ და ციხეში მწვადები დაქონდათ და ქალები მიყავდათ კიდე ციხეში და ესე იგი დავასრულოთ ვინაიდან ეს ძალიან შორს თემაზე ნუ ვილაპარაკებთ ნუ ვისაუბრებთ მართლაც არ არის უპრიანი დავუბრუნდეთ კეზერაშვილის თემას დავუბრუნდეთ კეზერაშვილის თემას მე იმედი მაქვს რომ ნაციონალური მოძრაობა არ დამადანაშაულებს იმაში რომ ახლა ვცდილობ ვანო მერაბიშვილის თემის გადაფარვას და ამიტომ ვუბრუნდები კეზერაშვილს ჩვენი თემა თავიდან იყო კეზერაშვილი ამიტომ დავიწყოთ ისევ კეზერაშვილს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე უბრალოდ დავასრულებ შეიძლება მე ვანო მერაბიშვილს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ არავით არის დავუშვათ ნდობა იმ თვალსაზრისით რომ რასაც ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობს ეს არის ჩემთვის სიმართლე ამტკიცებულება მე პირადად ასეთი დამოკიდებულება არ გამაჩნია ეს ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა რომ ის ლეგენდა რომელიც ვანო მერაბიშვილისაგან გავიგეთ რომ აი ტომარა გადააფარეს თავზე შემდეგ წაიყვანეს შემდეგ დეტექტიური ჟანრიდან მოყოლილი რაღაც თემები ყველა მოვისმინეთ რომ ეს არის ისეთი მნიშვნელობისა და ისეთი სერიოზულობის მქონე საკითხი რომ ამას თურმე ეხლა უნდა გადააყოლო თავარი პროკურორი უნდა გადააყოლო საჯელახსრულების მინისტრი და ასეთი ტიპის ასე ვთქვათ ტენდენციების დამკვიდრებლები ჩვენ არა ვართ რაც შეეხება იმას რომ ბატონი ოთარ ფორცალაძე ფირთან დაკავშირებით მეც ვეთანხმები მოსაზრებას რომ თავიდანვე უნდა თქმულიყო რომ იქ ფირის ვადა ჩაწერის ვადა არ იყო 10 დღის, არამედ იყო ცოტა კი არა ერთ დღეღამის განმავლობაში ხდებოდა ამ ფირის ჩაწერა და ესეც მე ვფიქრობ რომ რაღაც ერთგვარად არ ითქვა საჯელახსრულების დაწესებულების მხრიდან რაღაცა პრევენციის მომენტებიდან გამომდინარე და უნდა თქმულიყო ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მაღალი პოლიტიკური დაინტერესება იყო ეს რომ თქმულიყო ორშაბათსვე დაუშვათ რომ პარასკევის თუ შაბათის ფირი არ არსებობს იმიტომ რომ ამას ამდენი ხანი არ იწერდა არავითარი ასეთი ტიპის რაღაცა თემები და სალაპარაკო და თითის გასაშვერი ჩვენს ოპონენტებს არ ეხებოდათ. ეს არის თემა კეზერაშვილს რაც შეეხება ბატონი დავით კეზერაშვილს. ბარემ შეკითხვასაც დაგისვამთ უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები თქვენი აზრით არ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი საფრანგეთში მიმდინარე სასამართლო პროცესისთვის. ჩვენ ნახეთ ფრანგი ადვოკატების მიერ გამოთქმული უკმაყოფილება. ახლა მე რომ აქ საუბრობ კეზერაშვილზე შეიძლება თქვათ ახლა მეც მაღალი თანამდებობა მაქვს და რატო საუბრობ. მე შეფასება ჩემ მოსაზრებებს ვლაპარაკობ ამასთან დაკავშირებით და უმაღლესი თანამდებობის პირებიც რომლებიც პოლიტიკოსები არიან თავიანთ შეფასებებს აკეთებენ. ის რომ სააკაშვილი წერილს აგზავნის ნაციონალური მოძრაობის 27 წევრი აწერს ხელს და ამბობს რომ არიქა ეს კაცი არ გადმოსცეთ ეხლა საქართველოს ხელისუფლება ექსტრადირება არ მოახდინოთ თორემ დავიღუპეთ სუყოლანი და მამა მარჩენალი დაგვეკარგო ეს არ არის ეწოლა ასე ვთქვათ მხოლოდ ის არის ეწოლა ახლა მე რაც ვილაპარაკე კეზერაშვილზე მე არ არის დიდად ასე ვთქვათ სასიამოვნო დაპატიმრებულ ადამიანზე საუბარი, მაგრამ სადაც ამბობენ ნაციონალები თავისას, ეს თემებიც, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, არის ოპოზიციაში მყოფი, 9 წლის განმავლობაში მყოფი ადამიანებისათვის ძალიან კარგად ცნობილი თემები, რომ იყო თავარი ფინანსური, ასე იგი პირამიდის ძირში თუ თავში იდგა დავით კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში ბიზნესებს აწყობდა, ალაგებდა ისე, რომ დანაშაულებრივი, ასე იგი ურთიერთობების გზით აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს, რომელსაც ძალიან დიდი ფული შეიძლება ბატონ
ჩართული იყო დავით კეზერაშვილი, ამავე დროს ჩართული იყო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის ტელეკომპანია იმედის ჩამორთმევის საქმეში. ეს მე რამდენადაც ვიცი, არის საფრანგეთის სასამართლოშიც ასეთი ტიპის ასე იგი პრეტენზია წაყენებული საქართველოს პროკურატურის მხრიდან დავით კეზერაშვილის მიმართ. არა ბატონო ზვიად. რამდენადაც ვიცი, მე ახლა არ დავიჩემებ, მაგრამ ვიცი რომ დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს იმედის ტელეკომპანია იმედის წართმევის საქმეში. შეიძლება ისე არ მინდა რომ გაგაწყვეტინოთ და შეიძლება რომ ბატონო გიგა გისმენთ რეგლამენტი რომ დავიცვათ. პირველი რაც მინდა ბატონო ზვიადმაც უნდა იცოდეს, შეიძლება სხვებსაც საინტერესოს. საფრანგეთში ბატონი კეზერაშვილის ბრალეულობის საკითხი კი არ განიხილება. განიხილება ექსტრადიციის მიზან შეწონილობა. ეს სხვა რაგის საკითხებია, რომ ბატონმა ზიგორმა ახსენა, რომ განიხილავენ დამნაშავეა თუ არა. ესტრადირების საკითხს განიხილავენ, მაგრამ რაღაცის საფუძველზე ხომ განიხილავენ ბატონო გიგა ესტრადირების საკითხს. ისე ხო არ მოუვიდათ თავში აზრად, რომ მოდი ესტრადირება გავაკეთოთ ახლა ამ ადამიანის. ქვეყნის მოთხოვნით ხდება, რომელთანაც არსებობს შეთანხმება სამართლებრივი ეს ქვეყანა აკეთებს გასაბუთებას თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს ექსტრადირება. ვიტყვი თქვენი კითხვისთვის მზათო რომ მოვისმინო საფასუხოზე, მაგრამ ვიტყვი თუ შეიძლება ჯერ. ბატონო ზვიადო ბრძანა რომ რა პრობლემა არის, მე რო საუბრობო, აქ არის პრობლემა სწორედ ბატონო ზვიადო. როდესაც პრემიერ-მინისტრი წინა და ეხლანდელი გულისხმობ ივანიშვილს ან ღარიბაშვილს ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ დამოკიდებულებას და ზოგ შემთხვევაში რამდენადაც სკანდალური არ იყოს და გაუგონარი ამოცანას, რომ დაჭერები ემსახურება პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას. ხო? რომ თუ ესე ილაპარაკობთ, მაშინ დაგიჭერთ. თუ არ დაგიჭერთ. როდესაც პრემიერ-მინისტრი გიგონის არ მაქვს კითხვა, მე ამ თემას ვაგზავნებ. ყოფილ მინისტრს რომ ქონოდა ამხელა ბრუნვა, რასაც დამეთანხმებით რომ შეიძლება ეს არის ბრუნვა, მაგრამ არ მოგება, მაგრამ თანხები სჭირდება, ხო არ გაგიჩნდებოდათ კითხვები? აუცილებლად დაუბრუნდები აქ საკითხს. როდესაც პრემიერ-მინისტრი 2 საათს, 3 საათიდან ბრიფინგის უძღვნის პოლიტიკურად მნიშვნელობას იმის როგორ უნდა დაიჭირონ დამნაშავე, ეს არის უკვე პრობლემა, ხო? ის როცა ოპოზიციაში იყავით თქვენ, ან იქნებით მომავალში, აკრიტიკებთ ხელისუფლებას, ან თუნდაც დაუსაბუთებელ ბრალდებებს გამოთქვათ, რასაც მიჩვეული ვიყავით, მინდა გითხრათ. ეს შეიძლება იყოს ცილის წამება და სამოქალაქო დავის საგანი. მაგრამ როცა ხელისუფლებაში ხარ და პირველ რიგში აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელიც როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით ფართლად პირობებში, პირდაპირ კონტროლდება და პირდაპირ დავალებებს ასრულებს, ხო? პოლიტიკური ხელმძღვანელობის. ეს არის პრობლემა. როცა ანონსირება ხდება სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ეხა აი ამისთვის დაგიჭერენ და პროკურატურა და ყველა მიცის, რომ ეს არის უბრალოდ გამოცხადებული კალეიდოსკოპი და დაკვეთა პირდაპირ. ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ დაცვის მხარე საფრანგეთში ადეკვატურად მიაწვდის ამ ინფორმაციას პროცესს და ამას ეს არგუმენტი იქნება. ჩვენი კომუნიკაციაც დღესაც და ხვალას ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ბატონ ზვიად და მაყურებელს მე მიმართო. ნებისმიერ პირთან მიმართებაში, რომლის დევნის მოტივიც აშკარად არის პოლიტიკური, იქნება იგივე, თუ რა თქმა უნდა ის ჩვენი თანაგუნდელია ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაშიც. რომ საქართველოში მას აქვს შანსი რომ იყოს ზეწოლის სვერპლი, ღამით გამოიყვანოს საქმიდან ტომარა და ჩამოაცვან თავზე და აშინონ მოწმეები, თუ ერთი საქმე შემოეფშნებათ ხელში, როგორც ეს ვიხილეთ სხვა შემთხვევებში, ახალი წამოიწყონ და ესე გაახანგრძლიონ მისი ყოფნა ციხეში და რაც მთავარია, ამას ყველაფერს გქონდეს აშკარად პოლიტიკური ამოცანა. ეს არის პრობლემა, თორე დეპუტატმა რა თქმა უნდა შეიძლება გამოთქვას კრიტიკა თანამდებობის პირის მიმართ, განსაკუთრებით თუ ის ოპოზიციაშია და რაღაც თეორიებიც გქონდეს, ბრალი წაუყენოს და ეს არ არის პრეზუმფციის დარღვევა ამ შემთხვევაში. მაგრამ როცა ის ვინც აკონტროლებს პროკურატურას და ვინც არის ხელისუფლებაში ასეთ დაკვეთას აკეთებს და აქვს ასეთი შერჩევითი მიდგომა და აქვს პოლიტიკური მოტივი, ეს არის სერიოზული პრობლემა. ეხლა რაც შეეხება კითხვას, ბატონ გიგა, მე ვთხოვთ დაასრულოთ და შემდეგ უკვე ბოლო რეპლიკისთვის მისცემთ ბატონს და დავასრულოთ. როცა თანამდებობის პირი, მათ შორის წარმატებული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იყო მაღალ თანამდებობაზე, რომელსაც აქვს გამოცდილებაც და კონტაქტებიც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თანამდებობიდან რომ მიდის, წავიდეს ბიზნესში. ეს ნორმალურია. არანორმალურია, როცა თანამდებობაზე ყოფნის დროს ეწევა ბიზნეს ადამიანი. ეს არის თავარი ფაქტორი. აბსოლუტურად ნორმალურია, მე არ ვიცი დეტალები და ბიზნესი არ გახლავთ ჩემი ძლიერი მხარე, სამწუხაროდ და ვერ მოგახსენებთ რა დეტალებს, მაგრამ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ამ მასშტაბის ფიგურას, როცა ის მიდის თანამდებობიდან და გადადის კერძო სექტორში, ქონდეს კონტაქტები, ქონდეს შესაძლებლობა, რომ შემოიყვანოს სერიოზული ინვესტორი, ან ყავდეს პარტნიორები. ეხლა ის PR კამპანია, რაც მოვისმინეთ, რომ 6 წლის თავზე, ან 4-5 წლის თავზე ამ ტიპის, ამ მასშტაბის ბრუნვა ქონდა იმ კამპანიას, სადაც ერთ-ერთი მეპატრონე თუ არ ვცდები ბატონი კეზერაშვილი იყო, ყველას
ისმის, ხო ახლა ეს წარმატებული კამპანია აშკარად ბრუნვიდან შეგვიძლია მიმჟეოთ არ რაღაც ეტაპზე მაინც წარმატებული იყო, ან შეიძლება მქონდა კარგი მოგება, მაგრამ ეს არის რეზულტატია რაღაც ბიზნესის ერთი წერტილიდან მეორეში მიშლის. რომ ბიზნესის დაწყება პარტნიორებთან და ინვესტორებთან ერთად ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არსად არ არის დანაშაული და არც შეიძლება იყოს დანაშაული. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულებები, კანონდარღვევით შედარებული ქმედების, ის უნდა იყოს გამოძიებული ამ პოლიტიკური მასკარადის გარეშე, ამ პოლიტიკური განცხადებების და დაკვეთის გარეშე. ამ პირდაპირი мотиваციის დემონსტრირების გარეშე, ჩემთან დაკავშირებით, კეზერაშვილთან დაკავშირებით. ბატონ გიგა, თქვენ საუბრობთ მსხვილ ინვესტორებზე, პარტნიორებზე, რომელიც კეზერაშვილს ხარდა. ჩვენ ხედავთ გესმით ბატონ გიგა, ჩემი და კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც მიუთითებს პოლიტიკურ მოტივზე. ეს არის პრობლემა და ეს დარჩება პრობლემად არა ჩვენთვის, არა კეზერაშვილისთვის, არამედ ქვეყნისთვის. და ბოლოს აქ მაინც ბატონმა ზვიადმა ვერ გაუძლო სტუნებას და ისე ვილაპარაკა კოაბიტაციაზე და მითზე, რომელიც იყო შექმნილი, რომ თუმე ხელს უშლიდა ქართულ ოცნებას ერთ წელიწადი ვინმე ქვეყნის მარკაში. ყველამ მიხეილ სააკაშვილი უშლიდა ხელს. სადავები სრულად გადაეცა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს იყო პოლიტიკური ნება ქართული ხალხის, ხოლო დამარცხებული გუნდის ნება იყო და სწორი, რომ არ უნდა დაულოდებოდით კონსტიტუციის გაითიშა ხმა მე მგონი. მადლობა ბატონო გიგა, ბატონო ზვიად. არა, ეს ფრაზა უნდა დავასრულო რა. ეკონომიკის მონაცემები მოიყვანა ბატონო ძიძიგურმა. მინდა ბატონ ზვიადს უთხრა, მზადვართ რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდო. ის მონაცემები, რომელიც ბოლო თვეებში არის შედარებით უკეთესი, არის შედეგი იმისი, რომ ერთი წლის წინ ხო თვე-თვეზე ხდება ეკონომიკის დიშედარება ბატონ ზვიად. და ერთი წლის წინ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იყო სრული კრახი, ვარდნა. შემდეგ, რა თქმა უნდა, შედარებით სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ ტენდენცია არის ძალიან პრობლემატური. ყველა მიმართულებით. და არაფერ შუაში აქ არ არის კოაბიტაცია, აი რაც არის აქ შუაში, ანუ ის რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, შუაში აქ არის ეკონომიკური პოლიტიკა ბატონო ზვიად. და ის რომ ძირითადად დრო ეთმობა ოპონენტების დევნას, ამაზე ფიქრს, ამაზე ლაპარაკს და აბსოლუტურად გაუაზრებელ, ერთმანეთთან შეუთანხმებელ ინიციატივებს. ბატონო გიგა, ერთი კითხვა მექნება, თქვენ მსხვილ ინვესტორებზე, კეზერაშვილის პარტნიორებზე საუბრობდით, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვის გულისხმობდით? არა, მე საერთოდ დავუკეთებ, მე მოგახსენეთ, რომ ბიზნესი არ გახდათ არასოდეს ჩემი ძლიერი მხარე და არ ვფლობ ინფორმაციას ამ დედებს თაობაზე და ამას მნიშვნელობა რა. თუ ჩვენ დავაკვირდებთ ესეთ სტანდარტს, რომ ადამიანი რომელიც თანამდებობიდან წავიდა, ან პოლიტიკასთან ქონა შეხება, შემდეგ არის ბიზნესში და შემდეგ აღმოჩნდება დაახლოებული ოპოზიციურ ძალასთან, ან თვითონაც არის ოპოზიციური შეხედულებების, შეიძლება გასამართლდეს იმ არგუმენტით მხოლოდ, რომ მას ჰქონდა შემდეგი 6 წლის განმავლობაში მზარდი ან წარმატებული ბიზნესი, ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტი იქნება ყველასთვის და დიდი მადლობა. მივცეთ ახლა ბატონ ზვიად საშუალება რომ გიპასუხოთ. ისმენთ ბატონ ზვიად. ბატონ გიგა, თვედან თვეზე ხდება შედარება, ის უნდა გითხრათ, მაგრამ ისიც მინდა გითხრათ და შეგახსენოთ, რომ ექსპორტის რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში ძალიან მაღალი არის უკვე და სალდო ექსპორტ-იმპორტ შორის არის უკვე საქართველოსთვის უფრო უკეთესი ვიდრე ის იყო შარშან. არის დაწყებული ძალიან სერიოზული თანაინვესტირების პროექტები, მილიარდზე მეტი არის უკვე პროექტების სახით განხორციელებული და 2014 წელში ამას ვიხილავთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მინდა საქართველოს მოსახლეობა მიცოდეს, იმიტომ რომ ბატონ გიგას რაც არ უნდა უთხრა, მაინც არ მოეწონება, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ უკვე საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან ინვესტირების თემა არის დამთავრებული და კერძო ბიზნესია თვითონ გააქტიურებული და კერძო ბიზნესის სექტორში შეიმჩნევა ძალიან სერიოზული აქტიურობა და ზრდა და ეს არის ყველაზე უფრო მეტად იმედის მომცემი. რაც შეეხება თემებს, ეს ბიზნესზე და ეკონომიკაზე რომ ვილაპარაკოთ ორიოდე სიტყვით. რაც შეეხება თემებს, რომელიც ბატონმა გიგამ ახსენა, რომ ბუნებრივია, როდესაც ახლა მაღალი თანამდებობის პირი თავისი ნაცნობობის შედეგად გადაბარგდება შემდეგ ბიზნესში და იქ წარმატებული ადამიანია, ამაში გასაკვირი არაფერი არა. მე მინდა კიდე ერთხელ ხაზი გავთქვა და გავუსვა და ვთქვა 2003 წლიდან მოყოლებული, რაც დავით კეზერაშვილი იყო სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე, ხან ფინანსური პოლიციის უფროსი, ხან თავდაცვის მინისტრი, მუდმივად ის შავი ბიზნესის აწყობით იყო დაკავებული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან თავი მიანება თავდაცვის მინისტრობას გადადგა, ასე ვთქვა, თავდაცვის მინისტრობა, ამის შემდეგ დაიწყო უკვე ღიად და აქტიურად ჩართვა იმ სისტემაში, რომელსაც მანამდე ის მუდმივად ქმნიდა და ისიც არ არის შემთხვევითი თემები, როდესაც არის იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით რაღაცა ტიპის კითხვები არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ამას ყველაფერს გამოძიება გაცემს პასუხს, ეს უბრალოდ ჩემი ის მოსაზრებები და ინფორმაციებია, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა და ერთ თემასაც შევეხები კიდე, რომ ბატონი გიგა აცხადებს, რომ ჩვენ ახლა თურმე ჩვენი ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი და მთავარი
მიზანი ყოფილა ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მისი დევნა და დაპატიმრება, დახვრეტა, ჩამოხრჩობა და ასე შემდეგ. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი წარმოდგენა გაქვთ ბატონო გიგა თქვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. რაც მეტი რაღა უნდა დაემართოს ნაციონალურ მოძრაობას, მუდმივი უფსრული გააჩიდან საკუთარ მოსახლეობასთან, იმდენი ტყუილითა და არამართებული მართვის მეთოდებით, ახლა ჩვენ გვიკიშინებთ, ჩვენ გვაკრიტიკებთ, ჩვენსკენ იშვერთ ხელს, გასაგებია, ესე უნდა აკეთოს ოპოზიციამ, ამაში გამოულოდნელი არაა, მაგრამ ძალიან მაღალი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე, თქვენს პარტიაზეც, ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყანაში იმ თავარ გამოწვევებს უპასუხოთ, რომელიც უმუშევრობა, რომელიც არის ეკონომიკის ზრდა შექმნა, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და წლევანდელ წელს ეს ჩვენი ძალიან სერიოზული და დიდი მიზანი გვახსოვს რამდენიმე ძალიან სერიოზული ბრალდება თვეების განმავლობაში თქვენგან მოდიოდა, რომ აი ჩვენ რუსულ ორბიტაზე ვაპირებთ ქვეყნის დაბრუნებას, რომ ჩვენ აი ქურდებს დავაბრუნებთ კანონიერს ქვეყანაში, რომ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში გაზი არ იქნება, შუქი არ იქნება, კრიმინალი წაიღებს ქვეყანას და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა მინდა დავამშვიდო, რომ ძალიან მშვიდად, წყნარად, მეთოდურად მიმდინარეობს ეკონომიკის მშენებლობაც, კრიმინალთა ბრძოლაც, დემოკრატიის მშენებლობაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი უკვე 2014 წელს ვიხილავთ უფრო წელსში გამართულ და თავაწეულ საქართველოს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. დიდი მადლობა, ძალიან მოკლედ და უნდა დავასრულოთ. ძალიან მოკლედ, ბატონ ზვიაძე და ნებისმიერ სხვას. კარგი იქნებოდა, რომ ეს ესე იყოს, როგორც ბატონ ზვიაძე თქვა, რომ უბრალოდ მაღალი წარმოდგენის არ იყვნენ ოპონენტზე, მაგრამ აღიარებდნენ როგორც ოპონენტს და არ უთმობდნენ საკუთარი საქმიანობის, საკუთარი საჯარო გამოსვლების 3/4-ს და მეც ოპოზიციაზე საუბარს და სამართლიანობის წყალებში აღდგენაზე. შეგიძლიათ ქრონომეტრაჟი შეამოწმოთ ბატონ ზვიად პრემიერ-მინისტრის წინა პრესკონფერენციის, წინა პრემიერ-მინისტრის გამოსვლების, სხვა თქვენი გუნდის წარმომადგენლების გამოსვლების, რომ ესეა, რაც შეეხება ეკონომიკას. მე ვთვლი, რომ ის შეფასება, რომელიც თქვენ გაქვთ, ეხლა ბატონ ზვიად, რაც თქვენ მოგაწოდათ როგორც ჩანს აღმასრულებელ ხელისუფლებამ, არის ის პრობლემა, რაც დგას. არ აღიარებთ რამხელა პრობლემის წინაშე ვდგევართ. ჩვენ გვახსოვს ერთი წელიწადი სანამ არ გაირღვა ბიუჯეტი, ზუსტად ეს ტექსტი გვახსოვდა, მათ შორის თქვენგანაც ამ ეთერში, რომ ყველაფერი კარგად არის, ასე არ არის და მე დავდეიქით ამ ფაქტის წინაშე. რომელიმე ფინანსური ვალდებულება თუ არის ჩაშლილი, რომელიმე ფინანსური ვალდებულება, რა ხდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რა ხდება ექსპორტის მიმართულებით, რა ხდება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. დიდი მადლობა. ეს სულ სხვა თემა და ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მზათავარ სხვა დროსთან დაკავშირებითაც დავჯდეთ ვიდებატოთ, მაგრამ შემდეგ შეიძლება ბატონმა გიგამ დაგვდოს ბრალი კიდე რომ ძირითადად ნაციონალებთან პაექრობა. დიდი მადლობა ზვიად ძიძიგური, ზღუნას ოპოზიციის მიმართ ზვიად ძიძიგური და გიგა ბოკერია იყვნენ ჩვენი სტუმრები.